ტყუილად არ ეძახიან მას სასიცოცხლო უნარებს. სწორედ არაფორმალური განათლების შესახებ მინდა ვისაუბრო დღეს ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. როგორ გამოგადგა აზროვნების აკადემიის გამოცდილებები, შენ უკვე როგორც ზრდასრულს? მე როგორც პედაგოგი, ეხლა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვენიჭებ, თითქოს ყველა ჩემს სიტყვას ვიცი, რომ განსაკუთრებული წონა აქვს, ანუ უფრო კარგად მაქვს გააზრებული რა არის ჩემი პასუხისმგებლობა. დღემდე რა თემას გაგვიგულია თუნდაც ლიტერატურაში ან ფსიქოლოგიაში, ყველაფერი არის აქტუალური და დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებული. ცოტათი ფსიქოლოგია ჯერ კიდევ იწვევს ხოლმე ბავშვებთან შფოთვას, ზოგჯერ მოდიან და კითხვასავენ, რომ ეხლა ამ მასწავლებელმა რაღაცა საიდუმლო უნდა მათქმევინოს, რომლის თქმაც არ მინდა. ის ჩამოყალიბდა, რომ რასაც აქ ვლაპარაკობთ, გარეთ არ ვიძახით არაფერს. მეორე წესი კი ის არის, რომ მხოლოდ ჩვენ ვისმით ერთმანეთის ზარს და არ განსვჭით ერთმანეთს. ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ზრდასრულებს ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს. ავტომატურად ვახდენთ ხოლმე შედარებას ჩვენი პრობლემების თუ სიხარულების ბავშვების პრობლემებთან თუ სიხარულებთან. როდესაც პირველად მოდიან ხოლმე ბავშვები, საკმაოდ მაღალია შფოთვა, ბუნებრივია, იმიტომ რომ არ იცი რა დაგხვდება. გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ პირობითად მე შეიძლება სამსახურის პრობლემას განვიცდი და ძლიერი ემოციები მაქვს ამასთან დაკავშირებით და ბავშვი შეიძლება რაღაც მაგალითისთვის პირობითად სათამაშოს გულისთვის ნერვიულობდეს. მაგრამ სინამდვილეში სამსახურს და სათამაშოს ერთი და იგივე მნიშვნელობა და ერთი და იგივე წონა აქვს. არაფორმალური განათლება, სწავლება სკოლის მიღმა, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს აძლევს ბავშვებს და მოზარდებს. ეს შეიძლება იყოს სპორტული, კულტურული, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო თუ მოხალისეობრივი. ახალი ცოდნის და უნარების, დამოკიდებულებების, ცვლილებების გარდა, საკუთარ იდენტობასთან უფრო მეტი კონტაქტის, კომუნიკაციის უნარების, ასერტიული ქცევის, ემოციური ინტელექტის თუ თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ტყუილად არ ეძახიან მას სასიცოცხლო უნარებს. სწორედ არაფორმალური განათლების შესახებ მინდა ვისაუბრო დღეს ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. დღევანდელი ჩვენი აღზრდის პოდკასტის სტუმრები არიან ნინი სიორიძე, ფსიქოლოგი, აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი და გიორგი ქავთარაძე, ევროპული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მოგესალმებით და უღრმესი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ესეთი კითხვით მინდა გავხსნე შეხვედრა, როდესაც პირველად მოდიან ხოლმე ბავშვები, საკმაოდ მაღალია შფოთვა, ბუნებრივია, იმიტომ რომ არ იცი რა დაგხვდება, რა პროცესია, განსაკუთრებით თუ შუა პროცესს უერთდები საკვირაო სკოლაში და თუ კი ბუნდოვანია კიდევ შენი, ასე ვთქვათ, მოლოდინი და მოტივი, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა. ეს ძალიან ჯანსაღი შფოთვაა, ხო? იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა, ბავშვები ძალიან გულწრფელად ზოგჯერ ამბობენ, რომ იქ აზროვნების აკადემიაში ვიწყებ აზროვნებას, ანუ მანამდე არა, თუ რა ხდება, რა პროცესია ეს, ხო? ძალიან ჯანსაღია, როდესაც მივდივარ ცურვაზე და იქ ვიცი, რომ ცურვა უნდა ვისწავლო და აი აქ არ ვიცი რა ხდება. ამიტომ აი ამ ბუნდოვანებას მინდა რომ თქვენთან ერთად ნათელი მოვფინო და ნინი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ჩვენთან თანამშრომლობის, როგორც მოსწავლის სტატუსით, ისე პედაგოგის, რა ხდება აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლაში, რომ გითხრა შენი თვალით დანახული. დიდი მადლობა ნინო მოწვევისთვის. აი ჩემთვის და ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ აზროვნების აკადემია არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები გაიცნო უკეთესად. მე როცა პირველად მოვდიოდი აზროვნების აკადემიაში, ჩემივე ინიციატივით მოვედი და მაშინ მახსოვს მე მგონი პირველი ნაკადის გამოშვება ვარ თუ არ ვცდები. სრულიად ახალი რაღაც იყო და თან ანუ არაფერი მსგავსი არ არსებობდა არსად. ანუ მე გაგონილი მქონდა ყოველი შემთხვევისთვის. მქონდა მიზანი, რომ მინდოდა რომ ჩემი კომფორტის ზონიდან გავსულიყავი და რაღაც ახალ სრულიად ესეთ უცხო გარემოში როგორ დავამკვიდრებდი ჩემს თავს და იქ რას ვიზამდი, რაღაც შფოთვებთან მინდოდა გამკლავება, როგორიც არის უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, საკუთარი მოსაზრებების, დამოკიდებულებების გამოხატვა სხვა ადამიანების წინაშე და ძალიან დამეხმარა მე პირადად აზროვნების აკადემია ამ ყველაფრის გადალახვაში და აი საკუთარი თავის უფრო შემძლე სუბიექტად აღქმაში. და ეს ყველაფერი არის იმ გარემოს დამსახურება, რომელიც აქ ხდება, აი ამ
უპირობო მიმღებლობის, ღიაობის, რომ შენი პრობლემა არის აღქმული პრობლემა, რომ გისმენენ, ესმით შენი და თან ასევე არ არის რაღაც წნეხი, ანუ არავინ არ გავალდებულებს, ხო? აი ჩვენი მიდგომა და ის მიდგომა, რასაც მეც ვიყენებ ჩემს საგაკვეთილო პროცესში, არის ის, რომ ბავშვის რიტმს ავყვე, რომ არ დავაცადო მას, მივცე დრო, რომ თავად შეიქმნას მზაობა, დააკვირდეს პროცესს, თვითონ ჩამოიყალიბოს აზრი, მიხვდეს, რომ აქ საფრთხე მას არ ემუქრება და მხოლოდ შემდეგ გადმოდგას ნაბიჯი, როდესაც თვითონ გადაწყვეტს ამას, რომ ეს თავის ინიციატივით წამოვიდეს და რომ ნდობა განივითაროს. უღრმესი მადლობა. მე როდესაც ბავშვებს პირველად ვეცნობი ხოლმე გიორგი ვეუბნები, რომ ეხლა თქვენ ხართ იმ ადგილას, სადაც მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გამოტოვებული შესაძლებლობა. ჩემს დროს არ იყო ნინიმაც აღნიშნა, რომ პირველად იყო მე მგონი მაშინ ეს გამოცდილება. გახსოვთ თქვენი პირველი პერიოდი, რომ მოხვედით საკვირაო სკოლაში, როგორი იყო თქვენი მოლოდინი, თუ იყო ეს ფოთო, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ და ეხლა როგორ გრძნობთ თავს? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემ გამოცდილებას, პირველად როდესაც მოვდიოდი საკვირაო სკოლაში, გაგონილი მქონდა თუ რაოდენ კარგი იყო რა სიტუაცია იყო შეხვედრებზე, მაგრამ კონკრეტულად ან როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ვიცოდი რას მივიღებდი, ზუსტად აქედან ვიცოდი რაღაც ლიტერატურის შეხვედრები იყო, ფსიქოლოგიის შეხვედრები, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი თუ რისი მიღება შემეძლო აქედან. როდესაც პირველად მოვედი, რა თქმა უნდა, როდესაც ახალ ადგილზე მიდიხარ, ფოთვა თავინდებურად არის და როდესაც მოვედი, პირველი გაკვეთილი მქონდა მარიტასი, როგორც სწორად მახსოვს და ამ გაკვეთილზე, როდესაც დავიწყეთ საუბარი, ასე ვთქვათ, სექტემბერი იყო, აგვიხსნეს ყველაფერი, ყველა ახალი ბავშვი ვიყავით, როდესაც აგვიხსნეს, მე უკვე გავიგე მაგალითად ლიტერატურის გაკვეთილზე რა ხდებოდა, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ გვექნებოდა ახალი წიგნი და მე ასევე, როდესაც მოვედი, კითხვა ძალიან მიყვარდა, პირველ რიგში ბავშვობიდან ჩემს ნამსახურებით, ასე ვთქვათ, შემოყვარა კითხვა და ამის შემდეგ მარიტამ მოზარდობაში უფრო და უფრო ახალი წიგნების გაცნობით და სხვადასხვა აქტივობების მოცემით კითხვა უფრო და უფრო შემიყვარა და ასე ვთქვათ, ლიტერატურის გაკვეთილი თავიდანვე, როდესაც შემოვედი, ძალიან შემიყვარდა. ხოლო ფსიქოლოგიაზე, როდესაც შემოვედი, ორივე პედაგოგი მარიტა იყო და ფსიქოლოგიაზეც არანაკლებ საინტერესო თემები იყო განხილული, თემები იყო აქტუალური, რომელიც დღესაც აქტუალური არის და ყველაფერი, დღემდე რა თემას გაგვივლია თუნდაც ლიტერატურაში ან ფსიქოლოგიაში, ყველაფერი არის აქტუალური და დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა. ნინი, თქვენ აღნიშნეთ, რომ რაღაცნაირად მივყვები მოსწავლის ტემპს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მიდგომა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მაინც მუშაობთ ჯგუფთან. და ცოტათი რთულია ყველა ბავშვის რაღაცა ტემპს, რაღაც თავის მახასიათებელს ისე მოერგო, რომ ჯგუფის დინამიკაც არ დაიღოს. აი, რომ გაზიარო, რა არის ის ძირითადი შეთანხმებები და წესები, რაზეც დგას ჯგუფი. ზოგადად, როდესაც მოდიან ბავშვები, თავდაპირველად როცა ჯგუფი იკვრება, ჯგუფთან ერთად ხვდება ყველა წესზე შეთანხმება და ბავშვები წახალისებულები არიან, რომ თვითონ მათგან წამოვიდეს ეს წესები, რომ აი რას ისურვებდნენ. რა თქმა უნდა, ხდება იმის სახსნა, რომ ჩვენ ჯგუფში ბევრი ვართ, ჩვენ ვართ ერთმანეთისგან განსხვავებულები, ამიტომ საჭირო არის, რომ გქონდეს რაღაც საერთო წესები, რომელსაც ყველა პატივს ცემს. და ეს წესები შემდეგ ბავშვებისგან მოდის, მათგან ვისმენთ, მათგან ვიღებთ შეთავაზებებს, შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა მიმართულება მივცეთ და ეს წესი, რომ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ, მეგობრულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ეს წესები მოდის ხოლმე ბავშვებისგან. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ იგრძნონ, რომ მათ აქვთ ხმა, მათ აქვთ თქმის უფლება, მათი აზრი გათვალისწინებული არის და შემდეგ, როდესაც მათგან მოდის ეს წესები, უფრო მეტად პატივს ცემენ ამ წესებს, რა თქმა უნდა და მათთვის ეს სხვანაირ მნიშვნელობას და ღირებულებას იძენს. უპირველეს ყოვლისა ეს, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა, როდესაც ახალი წესები, ახალი ბავშვები მოდიან, მათთვისაც ხდება უკვე ეს წესების გაცნობა, ისინი დაკვირვების საფუძველზეც, როგორ აქვთ ბავშვებს უკვე ჯგუფში ერთმანეთთან ინტერაქცია, რას ვაკეთებთ, ითვისებენ.
დიახ. მე მახსენდება, როდესაც თქვათ შემდგომ უერთდება ბავშვი ჯგუფს, თვითონ როგორ ცდილობენ, რომ ყველაზე ღირებული წესი მიაწოდონ. აი, ყოველთვის ეუბნებიან მაგალითად ესეთ რამეს, რომ რაზეც აქვს საუბრობთ, გამოცდილებებზეა საუბარი, ხო, პირად გამოცდილებებს. რაზეც აქვს საუბრობთ, აქ რჩება. ეს მათთვის იმდენად ღირებული წესია, რომ რაღაცა ჩვენი მხრიდან, პედაგოგის მხრიდან რომ იყოს გამოტოვებული, აუცილებლად რომელიმე ბავშვი ამას შეახსენებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბავშვი, როგორც თავის გამოცდილებაში ამბობდა, აი თითქოს მთელი კვირის მარაგი მოგვაქვს და აი აქ რაღაცნაირად ამაზე ვსაუბრობ და ეს უსაფრთხოების განცდა, რომ რაზეც აქვს საუბრობა, აქ რჩება, ეს არის ძალიან ღირებული. გიორგი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს თემები, რასაც ჩვენ გავდივართ, არის აქტუალურიო. თუ გაქვთ ეგეთი გამოცდილება, რომელიც თქვათ, აი აქ გააცნობიერეთ ამ შეხვედრაზე, ლიტერატურის შეხვედრაზე, გმირთან დაკავშირებით ან ფსიქოლოგიის შეხვედრაზე, აი აქ მიხვდით ამას, რაღაცნაირად თითქოს ნათელი მოეფინა ამ საკითხს და მერე ეს თქვენს ქცევაში, თქვენს რეალობაში გადაიტანეთ. თუ გქონიათ ეგეთი გამოცდილება, რომ აი აქ მივხვდი ამას, აქ ვისწავლე, აქ შემეცვალა დამოკიდებულება და ეს მერე გადავიტანე ჩემს ყოველდღიურ ყოფაში. ზოგადად როგორც აღნიშნე, ყოველი თემა ესეთი არის და ცხოვრებასთან დაკავშირებული. თუმცა მე პირადად ლიტერატურის შეხვედრებზე, მაგალითად მარიტას შემოაქვს ხოლმე დამატებითი თემები, ეს თქვა წასაკითხი პატარა ტექსტები არის ხოლმე და მე ამ თემებიდან მიმიღია ძალიან დიდი გამოცდილება. მაგალითად, ერთ-ერთი შემიძლია გავიხსენო, სამი პირის მიერ დაწერილი წერილები შემოგვიტანა მარიტამ და ეს იყო, როდესაც მათი შვილი მიდიოდა სკოლაში პირველ დღეს, ეს მამები ან დედები უწერდნენ თუ მაგალითად როგორი იყო მისი შვილი, როგორ უნდა აღეზარდათ. და აქედან ერთ-ერთი იყო ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკის პრეზიდენტის, როდესაც მისი შვილი მიდიოდა სკოლაში და როდესაც მე ეს წერილი წავიკითხე, ანუ გამიჩნდა სხვადასხვა აზრები, მაგალითად როგორი შეიძლება იყოს ეს წერილი, ან რა შეიძლება იძახდეს ის თავის შვილზე, ან თუნდაც მის თავზე. და როდესაც წავიკითხე, ისასწავლიდა იმ დამრიგებელს და მასწავლებელს, რომელსაც მის შვილისთვის უნდა მიეცა სწავლა-განათლება, რომ როგორი ტიპის იყო მისი შვილი და საერთოდ არ უსაუბრია იქ დაუშვათ თავის თავზე ან სხვადასხვა რაღაცებზე და სხვა წერილები, რომელიც წავიკითხე, ზუსტად ესეთი სტილის იყო. და მე ძალიან მომეწონა ესენი და ანუ აქედან და თუნდაც სხვა თემებიდან ის გამოცდილება მივიღე, რომ თუნდაც ეს პირველი პირი ამერიკის ჯორჯ ვაშინგტონი ისე უწერდა წერილს მის შვილის დამრიგებელს, როგორც თუნდაც მეგობარს დაუწერდა. ან საერთოდ არ ქონია ის გამოცდილება, რომ მაგალითად რაღაცა მაღალ დონეზე იდგა და ეს ძალიან დასაფასებელი არის და დღესდღეობითაც სოფლიოში ყველგან რო ეს დამოკიდებულება იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა და ბევრ ადგილას უკვე არის ეს. კი ბატონო. რახან თქვენ ეს გამოცდილება აღნიშნეთ, გიორგი, სანამ თქვენთან კონტაქტზე გამოვიდეთ, თქვენ არ იყავით საქართველოში. რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ბოლოს ამერიკაში იყავით, რა მიზნით იყავით და რა წამოიღეთ იქიდან როგორც რესურსი? დიახ, ამ ზაფხულს, ამ წელს მე ვიყავი ამერიკაში საზაფხულო სკოლაში. გავეცანი თუ როგორი ტიპის სწავლება მიდიოდა იქ, ასევე კოლეჯში ცხოვრება და ზოგადად უცხოეთში სწავლის სტილი მაინტერესებდა, როგორ შემიძლია მიღება მე უცხოეთში სწავლის. იქ განსხვავებული სტილი არის, მაგალითად საქართველოს სკოლა ან უნივერსიტეტი რომ ავიღოთ. იქ სულ სხვანაირად არის, მაგალითად გაკვეთილების პროგრამა დაწერილი, მასწავლებლებს სხვა სტილი აქვთ. აი რა იყო რამაც ძალიან მოგხიბლად. ან პირიქით შეიძლება არ ელოდით ამას და თქვენთვის ძალიან უცხო იყო და შეიძლება მიუღებელიც თუ გახსენდებათ ეგეთი გამოცდილება. ყველაზე კარგი ის იყო ხოლმე, რომ როდესაც ტარდებოდა გაკვეთილები და სხვადასხვა თემებს განვიხილავდით, მხოლოდ რაღაც დაწერილი ტექსტები ან რაღაცა ისტორია არ იყო მოყვანილი და ამ ყველაფერზე საუბარი რომ მიდიოდა, თან ან საუბრობდით დაუშვათ როგორ შეიძლება ცხოვრებაში გამოვიყენოთ ეს. და როდესაც პროგრამაში რჩევ, შენი შეგიძლია მაგალითად როგორ გამომადგება ცხოვრებაში მე ეს კითხვა დასვა და ამ კითხვით შეგიძლია მიიღო ის თუ შენ გჭირდება ეს ცხოვრებაში თუ არა, თუნდაც ერთი კვირით სცადო, ორი კვირით სცადო და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მოგწონს თუ არა შენ ეს კურსი. მადლობა. როგორ გამომადგება მე ესეთი კითხვა იყო დასმული იქ და მე მაინტერესებს ნინი შენთან გადმოვალ ახლა კითხვით როგორ გამოგადგა აზროვნების აკადემიის გამოცდილებები შენ უკვე როგორც ზრდასრულს
ჩემთვის როგორც მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ეს პედაგოგთან კომუნიკაცია და პედაგოგის უკავშირი მის მიერ აი რაღაც დადებითი უკავშირის მიღება, აი გაიზიარება და მე როგორც პედაგოგი ეხლა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვენიჭებ, თითქოს ყველა ჩემს სიტყვას ვიცი რომ განსაკუთრებული წონა აქვს, ანუ უფრო კარგად მაქვს გააზრებული რა არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს მე როგორც პედაგოგს როგორ დამეხმარა, მაგრამ იცი ზოგადად პიროვნულ საკითხებში ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მე ჩემი თავი უფრო შემძლე სუბიექტად აღმექვა. თავდაჯერებულობის მომენტების კუთხით, ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანიც, როცა მოვიდიოდი აზროვნების აკადემიაში, მინდოდა რომ უფრო ძლიერად შემძლებოდა საკუთარი თავის გამოხატვა. პროფესიის არჩევაში ძალიან დამეხმარა, ფსიქოლოგიით დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ აქ როცა უფრო უშუალოდ შევეხეთ საკითხებს და არასთავრიად დავინახე პროცესი, როგორი დამხმარე იყო ჩემთვის ამ პროფესიის მქონე ადამიანის ჩართულობა თან მით უმეტეს ჯგუფთან ერთად, განსაკუთრებით ჯგუფებთან მუშაობა მომწონს ეხლაც. და ასევე როგორი დამხმარე იყო ჩემი სხვა თანატოლებისთვისაც, ჩემს ირგვლივ რაღაც გაამყარა უფრო მეტად ჩემი არჩევანი, რომ მინდოდა ფსიქოლოგიის მმართველობას გავყო. მადლობა, დიდი მადლობა. გიორგი, აი რომ დაგვენახო უფრო დეტალურად რა ხდება ფსიქოლოგიის შეხვედრებზე? აი ვთქვათ, შენი მეგობარი გეკითხება, რომ რა ხდება მანდ ფსიქოლოგიის შეხვედრებზე, იმიტომ რომ ცოტათი ფსიქოლოგია ჯერ კიდევ იწვევს ხოლმე ბავშვებთან შფოთვას, ზოგჯერ მოდიან და კითხვასავენ, რომ მე ხა ამ მასწავლებელმა რაღაცა საიდუმლო უნდა მათქმევინოს, რომლის თქმაც არ მინდა, ან რამე დიაგნოზი უნდა დამისვას, რატომ მომიყვანეს აქ ფსიქოლოგთან, ხო? ან საერთოდ არ ვარ მზად ახლა მე აქ სალაპარაკოთ, არ ვიცნობ არავის და არც ვენდობი ამ ყველას, ხო? მოდი შენი თვალით დანახული რო გითხრა რა ხდება ფსიქოლოგის გაკვეთილზე? დაგეთანხმებით რომ დღესდღეობით მოზარდებში ისევ ჩდება ხოლმე კითხვები, მაგალითად ფსიქოლოგი რო ესმით, რაღაც ასე ვთქვათ, ცუდთან აქვს გამოცდილება, რომ მაგალითად მე დახმარება მჭირდება ან რაიმე მსგავსი. მაგრამ როდესაც ახალი ბავშვი შემოდის, მაგალითად რო ავიღოთ ფსიქოლოგის გაკვეთილზე, ჯერ როგორც ვახსენეთ, მიდის წესების ახსნა. წესების ახსნა უფრო ხშირად ვიდრე მასწავლებელი ხსნის ხოლმე ბავშვი. და ასე ვთქვათ, ყოფილა მომენტები, როდესაც ბავშვი თვითონ დაუმატებია წესი ან რაღაც მოუკლია და მაგრამ საბოლოოდ ის ჩამოყალიბდა, რომ რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, რასაც აქ ვლაპარაკობთ, გარეთ არ ვიძახით არაფერს. მეორე წესი კი ის არის, რომ არ ვსჯინთ ერთმანეთს და მხოლოდ ჩვენ ვისმენთ ერთმანეთის დასს და არ განსჯით ერთმანეთს. უაღრესად მნიშვნელოვანი ხო, რომ განსხვავებული აზრი, ხედვა, გამოცდილება არის ნორმა. შეიძლება მე არ მაქვს ამასთან კონტაქტი, მე არ ვარ ფეხბურთელი, მაგრამ მეორე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დაღლილია, იმიტომ რომ გუშინ ბევრი ითამაშა, ჩვენ მოვისმინოთ და თუ შეგვიძლია უბურჩიოთ რაიმე. და ფსიქოლოგის შეხვედრაზე რო ვისაუბრო, პირველ რიგში, როდესაც მოვდივართ და შეიკრიბება ჯგუფი, ჯგუფში პირველ რიგში ხდება იმ ორი კვირის განხილვა, რომელიც გავიდა ჩვენი წინა შეხვედრიდან. ამ დროს არის საუბარი თუ რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რა მოხდა მნიშვნელოვანი ან რაიმე თუ იყო ისეთი რამაც გული გვატკინა ან პირიქით ძალიან გაგვიხარდა. მოდი დავაკონკრეტოთ ეს რატო არის მნიშვნელოვანი. ხო, აი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა საჭიროა ახლა ჩემი გამოცდილების აქ მოტანა. მოვედი იმიტომ რომ გავიგო მოტივაციის შესახებ ან თვით შეფასების შესახებ. რატოა ნინი ეს მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა გააზიარონ თავისი ორი კვირის გამოცდილება და მე ისე დაუბრუნდები გიორგის მიმდინარეობას. რომ მათ გამოთქვან ის რაც შეიძლება აწუხებთ, რაც დაუგროვდათ და არა მარტო წუხულზე, არამედ დადებით ემოციებზეც საუბრობ აქ, იმიტომ რომ დადებით ემოციის გამოხატვაც გვინდა რომ გამოვხატოთ და მნიშვნელოვანია რომ მათ მივცათ აქ ეს სივრცა, ეს გარემო, რაღაც ადგილი, სადაც მათ მოусმენენ. ძალიან ხშირად, იმიტომ რომ დასრულებს ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს, ავტომატურად ვახდენთ ხოლმე შედარებას ჩვენი პრობლემების თუ სიხარულების ბავშვების პრობლემებთან თუ სიხარულებთან და გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ პირობითად მე შეიძლება სამსახურის პრობლემას განვიცდი და ძლიერი ემოციები მაქვს ამასთან დაკავშირებით და ბავშვი შეიძლება რაღაც მაგალითისთვის პირობითად სათამაშოს გულისთვის ნერვიულობდეს. მაგრამ სინამდვილეში სამსახურს და სათამაშოს ერთი და იგივე მნიშვნელობა და ერთი და იგივე წონა აქვს. შესაბამისად სუბიექტურ დონეზე განცდა არის ერთი და იგივე. და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავიაზროთ და ბავშვებს გქონდეთ იმის
განცდა რომ ჩემი პრობლემა რეალურია, ჩემი სიხარული ემოცია, განცდები არის ვალიდური და რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რომ უფრო მეტად მიღებული ყავდეთ საკუთარი თავი, ისევ სუბიექტად აღიქვან საკუთარი თავი, უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ და დავამატებ კიდე იმას, რომ ჩვენ ხო ერთმანეთის მიმართ გარკვეული მოლოდინები გვაქვს და ვთქვათ არის ბავშვი, რომელიც ვიცნობ როგორც მხიარულს და აქტიურს და აი დღეს რომ არის პასიური, დღეს რომ არის სევდიანი და მან გააზიარა რის გამოცხო, ეს რომ მისაღებია, რომ მას არ ქონდეს საკუთარ თავთან ეს მოლოდინი, რომ მე აქ ამ როლში მიცნობენ და აუცილებლად სულ უნდა ვამართლებდი ამ როლს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, მხარდაჭერა მიიღოს, შესაძლოა იმ ჯგუფში აღმოჩნდეს ვიღაცა, ვისაც მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს და იგრძნოს, რომ მარტო არ არის გადანაწილებულია მისი სიხარულიც და სევდაც. შემდეგ რა ხდება გაზიარების შემდეგ, გიორგი? გაზიარების შემდეგ შეიძლება თუნდაც გაზიარებიდან წამოვიდა სისტემა, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ იმ შეხვედრაზე. იმიტომ რომ მე ისე ვთქვათ, როგორც გაწერილი და რაღაც პროგრამით არ მიდის შეხვედრები და მაგალითად თუ რაღაც თემაზე ისაუბრა ძალიან ბევრმა ბავშვმა და იმ დღეს სისტემა აქტუალური არის, შეიძლება იმ თემაზე მოახდინოთ საუბარი და ამ საუბარში ყველა მსჯელობს თავის აზრს იძახის და როგორც ვთქვით, როდესაც ის მიტყვის თავის აზრს და ჩვენ ამას გავიგებთ, ჩვენ პირიქით გვერდში დავუდგებით და შეიძლება მაგალითად ის შეხვედრაზე ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მას და ჩვენი აზრი გავუზიაროთ. აი ზუსტად კარგი რაღაც თქვი გიორგი ძალიან აი ჯგუფის ძალიან დიდი ხიბლი ის არის რომ გაგრძნობინებს რომ მე მარტო არ ვარ სხვასაც შეიძლება კონდეს ჩემნაირი წუხილი სხვასაც შეიძლება კონდეს ჩემნაირი გამოცდილება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი დადებითი ნაწილი არის მთელი პროცესის და დავამატებ კიდევ იმას რომ როდესაც ამ თემას ვატრიალებთ, ვამუშავებთ და ხანდახან ესე ვეძახით რეპეტიციას გავდივართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო სავარჯიშოებია, სადაც როლურ სავარჯიშოში შედის მონაწილე, მისთვის უსაფრთხო გარემოში, პირობითად ბულინგი, რომელიც სკოლაში შეიძლება, კლასში შეიძლება კონდეს, განხილული იყოს აქ, მისთვის უსაფრთხო გარემოში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ როლები, ვიღაცა ბულერია, ვიღაცა მხარდამჭერია, ვიღაცა ირიბი მსხვერპლია და კიდევ ერთი მსხვერპლი და აქ გავითამაშოთ ის სცენა ისე, რომ ბავშვმა რაღაცნაირად ეს არსებული გამოცდილებები შემდგომ მრავალი წლის შემდეგ გადაიტანოს და რაღაცნაირად გაუმკლავდეს. თუ გახსენდებათ, ორივესთან მაქვს ესეთი კითხვა, რაღაც ახალი უნარი, რომელიც აქ ჩამოიყალიბეთ, ან დამოკიდებულება და მერე ამის გაზიარება შეძელით უკვე იმ დიდ სივრცეში, რომელიც არის სკოლა თუ მეგობრები თუ ოჯახი თუ ასე შემდეგ. თუ გაქვთ ესეთი მე მახსენდება, როცა დავდიოდი აზროვნების აკადემიაში, ეს ყველაზე კარგად მახსოვს ეს შეხვედრა იმ პერიოდიდან. მარინა კაჭარავასთან გქონდა შეხვედრა ქალბატონ მარინასთან და საუბრობდით დეპრესიაზე. და მახსოვს, რომ რაღაც დააკავშირა ერთმანეთს მადლიერების და ბედნიერების გრძნობა. და აქამდე არასოდეს არ მიფიქრია მაგაზე, თან რაღაც ჭირდებოდა იმ პერიოდში ძალიან რა დავფიქრებულიყავი, რამდენი რაღაცისთვის ვარ მადლიერი. იმიტომ რომ ყველაფერს ძალიან რაღაც ნეგატიურად აღვიქვამდი მოკლედ და რაღაც ყველაფერში უფრო მეტად ნაკლს ვხედავდი. და მახსოვს, რომ ამ საუბრის შემდეგ ჩემს საკუთარ ცხოვრებაში დავუფიქრდი ძალიან ბევრ რაღაცას, რისი გულისთვის ვარ მადლიერი და ანუ ამან იმხელა სიმსუბუქა მაგრძნობინა, ანუ იმას არ ვამბობ, რომ მადლიერება აუცილებლად ბედნიერებას უდრის და ეს ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამხმარე იყო, რომ დამენახა რაღაც დადებითი მხარე, უფრო მეტი სინათლე, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში და ეს გამოცდილება ძალიან კარგად მახსოვს. ნამდვილად პერსპექტივის ცვლილება იყო ჩემთვის. მადლობა. გიორგი, ხარ გახსენებათ ეგეთი გამოცდილება რომელიმე ლიტერატურაზე, ფსიქოლოგიაზე, რომელიც მე ეს კონკრეტულად ერთი შეხვედრა და ერთი თემა არ მახსენდება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ წიგნს, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ ვკითხულობთ, ეს არის ჩემთვის ახალი გამოცდილება და ის რომ არის სულ სხვადასხვა ჟანრის და სხვადასხვა სიუჟეტი არის, ეს სულ მე ცხოვრების სულ გამოცდილებას მაძლევს და ეს ყველაფერი მე ცხოვრებაში მეხმარება. როგორც ასევე სიტყვის მარაგში ან ცხოვრების სულ გამოცდილებაში ეს წიგნები თან როდესაც მაგალითად მე მიყვარს დეტექტივი ან სათავგადასავლო ჟანრი და საერთოდ არ გავიხედავ სხვა ჟანრისგან. როდესაც მე სხვა ჟანრს ვკითხულობ, შეიძლება მივხვდე, რომ
ის არის ჩემი საყვარელი ჟანრი და მაგალითად დეტექტივი საერთოდ აღარ მომწონს. და ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი გაფართოების განცდა, ხო? ლიტერატურის შეხვედრებით. კი ბატონო. შეიძლება ლიტერატურაზე მეც დავამატებ. ის სკოლაში ასე თუ ისე რაღაცნაირად ყოველთვის გრძნობდი ხოლმე წნეხს, რომ კონკრეტული ნაწარმოები კონკრეტული გზით უნდა იქნეს გაგებული. აი, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში, როცა უკვე ეროვნული გამოცემებსაც მოგვეთხოვება, რომ ამაზე თემა უნდა დავწეროთ და რაღაც კონკრეტული საკითხები უნდა გამოვიტანოთ იქიდან. და აქ ვინაიდან ეს არაფორმალური სივრცე იყო და თავისუფალი გარემო იყო, რაღაც უფრო მეტად მომეცა საშუალება, რომ ჩემებური მე როგორც გავიგე, ჩემთვის რა იყო მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხები ლიტერატურული ნაწარმოებიდან გამომეტანა და ამათთან დაკავშირებით გამომეთქვა ჩემი მოსაზრებები ისე, რომ მაშინ მაგალითად ორიანი არ მიმეღო. პირობითად ვამბობ. ხო და ესეც იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება და უფრო მეტად გააღვივა ლიტერატურის მიმართ ინტერესი, რომელიც მქონდა. თუ გახსენდებათ ესეთი შეხვედრა ლიტერატურის, სადაც თქვა თქვენ რომელიმე გმირით აღფრთოვანდით, ან მოგინდათ იმ გმირთან მეგობრობა, ან იმ გმირის ადგილზე ყოფნა. აი ერთი კვირა რომ იყოს შესაძლებლობა ამისი, რომელ გმირთან იქნებოდით, ან მეგობრად, ან თვითონ თავად ის გმირი. მე მახსოვს, როცა ვიყავი მოსწავლე ლიტერატურაში, ესეთი დავალება გქონდა, უნდა დაგვეწერა ჩემი საყვარელი წიგნი, ესეთი თემა და დავწერა თამაშჭავის ყანაში ჰოლდენ კოფილდის შესახებ და ჰოლდენი დღემდე ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის ლიტერატურული, ასე რომ დიდი სიამოვნებით იქნებოდი ჰოლდენის მეგობარი. დავწეროთ იმას ერთი კვირას ჰოლდენი. აი რაღაც წიგნი როცა იწყება იმ პერიოდში მე ბოლოში რაღაც მოგზაურობას და ცვლილებებს გადის ჰოლდენი, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა მხრებ ჩამოყრილია, უფრო რაღაც ნეგატიური განწყობა აქვს, რაღაც კრიტიკულია ძალიან და მე 15 წელს ვიყავი როცა ლექციი წავიკითხე და იმეც მახსოვს რომ ძალიან კრიტიკული ადამიანი ვიყავი. და რაღაც ამ კუთხით გავუგი ამ პერსონაჟს. კი ბატონო, მადლობა. გიო თქვენ ხوار გახსენდებათ ესეთი გმირი? ჩემთვის ესეც ერთი იყო, ესეთი დავალება გქონდა მოცემული ახალი წლის პერიოდი იყო უკვე ბოლოს ხვდა და ბუკინის სტეპში ესე ვთქვათ, უნდა მოგვეძებნა წიგნი, შეიძლება ყოფილიყო რაღაც ძალიან ძველი ან სათაურის გარეშე, რომელიც საერთოდ არ იყო ცნობილი. მე ესეც წიგნი მოვიძია, უბრალოდ ყდა არაფერი არ ქონდა, მხოლოდ იყო ნაწარმოები და დეტექტივი იყო ეს წიგნი და ამ წიგნში ისეთი სიტუაცია იყო აღწერილი დეტექტივებზე, იქ მომხდარ სიტუაციებზე, რომ ესე ვთქვათ, წიგნის შუა ნაწილში ნახსენები იყო დეტექტივების ბუნაგი. და ამ ადგილას ხდებოდა ძალიან საინტერესო სიტუაციები, მაგრამ იქ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ შემთხვევით მოხვდა იქ და დეტექტივი საერთოდ არ იყო და ცხოვრებაში საერთოდ ამაზე არც გაუფიქრია და იქ როგორც განვითარდა მოვლენები, მე ამ პერსონაჟის და ამ წიგნით აღფრთოვანდი, თუმცა დღემდე არ ვიცი ამ წიგნის დასახელება. საინტერესოა რა, უფრო მიმზიდველია თითქოს ეს ამბავი. და ის გმირი იქნებოდით, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა? ის გმირი მე პირადად შეიძლება არ ყოფილიყავი, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს სიტუაცია და ის მომენტი როგორც გაიკვლია მან გზა. და დავალებაც ძალიან საინტერესო მომინდა ამ დავალების შესრულება, რაღაცა შემთხვევითობის პრინციპით მოიძიე წიგნი. კარგით, ნინი, რახან ამ ხელა გზა გაიარე მოსწავლიდან მასწავლებლობამდე, გაიკვალე გზა, რა არის აი რაც ყველაზე მე ვიტყოდი, რომ ალბათ უკვე ძალიან გიყვარს აქ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო არის. მე ვიტყოდი რომ ადამიანები, რომლებიც გარემო, მაგრამ ადამიანები ქმნიან გარემოს, ასე რომ რეალურად გამოდის რომ ადამიანები. ჩემს თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი და აი მართლგაცნობიერებული მაქვს ეს რამხელა საგანძური არის და როგორი დიდი გამართლება არის რეალურად, როდესაც სამსახურში მოვდიხარ და იცი რომ ყველა ადამიანი რომელთანაც მუშაობ იზიარებს შენს ღირებულებებს. და ამ თანამშრომლობას და კოლაბორაციას ეს ყველაფერს იმდენად საინტერესოს ხდის, გამოცდილებების გაზიარება, შეიძლება რაღაცასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნა, ანუ ის რომ მრავალი პერსპექტივის მოსმენა შეგიძლია ერთ საკითხთან დაკავშირებით და ამ კუთხით მხარდაჭერას გრძნობ კოლეგებისგან, ასე რომ მე ვიტყოდი რომ საყვარელი ნაწილი არის ადამიანები. მაგრამ უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, ამ პროცესში
მე ვიტყოდი, რომ ყოველი შეხვედრა არის რაღაც ერთგვარი თავგადასავალი. იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაც მრავალფეროვნება შევიტანოთ ყველა შეხვედრაში. და ხო, მართალია ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ბავშვებმა გააკეთონ ახალი აღმოჩენები, მაგრამ ჩვენ თვითონაც პედაგოგებით ძალიან ბევრ ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ, ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, რაღაც ახალ ხედვებს ვითვისებთ, ასე ვთქვათ. ასე რომ ვიტყოდი, რომ ჩემს სამსახურში და ჩემს პროფესიაში ყველაზე საყვარელი ნაწილი იქ არის. და რა აღმოჩენაა, რომელიც გააკეთე როგორც მასწავლებელმა, იმიტომ რომ მანამდე იყავი პროცესის მონაწილე მოზარდი და მე უკვე გადახვედი პედაგოგის პოზიციაზე და რა არის ის აღმოჩენა, რაც თქვა, აი მეორე სულ სხვა დამკვირვებლის თვალით დაინახე. უპირველეს ყოვლისა ვიტყოდის, რომ რამხელა ძალისხმევა იდება რეალურად იმაში, რომ პროცესი ისე წავიდეს, როგორც მიდის, როგორც მოსწავლეებს მე პირადად რაღაც ამას არ ვუფიქრდებოდი და მეგონა, რომ ალბათ ის ადამიანი ამას თავისით აკეთებს, თავისი დინამიკით მიდის. მაგრამ სიმართლეში ამის უკან ძალიან დიდი და ხანგრძლივი ფიქრის პროცესი დგას და ჯგუფური ფიქრის პროცესიც ამასა მარტო ერთი ადამიანი არ აკეთებს. და ეს რამხელა ძალისხმევა და რეალურად სითბო და სიყვარული იდება ამ პროცესში. პირველი აღმოჩენა და ყველაზე ისეთი ეს იქნებოდა ალბათ. ნინი, მე მაინტერესებს ის აღმოჩენა კიდევ, რომელიც ერთ გაკვეთილზე აღმოაჩინე, რომ რა იყო ეს? ან თუ გახსენდება ესეთი შემთხვევა, როცა რაღაც შენთვის მოულოდნელი მოხდა საგაკვეთილო პროცესში და ამან გაგზარდა შენ როგორც ფსიქოლოგი. კი, მახსენდება ესეთი შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე ვსაუბრობდით განსხვავებული უნარების და შესაძლებლობების არსებობასთან დაკავშირებით და თერმეს კოლონდელი ასაკის ბავშვებთან ვმუშაობ უმეტესწილად და აი ძალიან ხშირი არის ხოლმე მომენტები, როდესაც პატარა ადამიანებისგან მოდის ძალიან დიდი ადამიანობა და განხილვა გვქონდა რაღაც კონკრეტული ანიმაციის, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი არის განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე და ამასთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსია და რაღაც იმხელა სითბო, იმხელა ემპათია წამოვიდა, რაღაც იმხელა გაგება, რომ აი რაღაც არ უნდა იქნეს გარიყული ადამიანი მისი განსხვავებულობის გამო პატარებისგან 5 წლის ასაკის ბავშვებისგან, შეიძლება უფრო პატარებისგან, 4 წლის ასაკის ბავშვებისგან მე მგონი, რომ ეს იყო ნამდვილად გასაოცარი და რაღაც გულის ამოჭრილი ჩვენთვის. გამახსენდა მეც ეს ანიმაცია ეტლით მოსარგებლე ბიჭის შესახებ. ალბათ ეს არის ხო, რომელიც ძალიან ესეთი სენსიტიურია და ზუსტად ამაზეა საუბარი, რამდენად ღირებული არის მხარდაჭერა თანატოლების, ხო? კი ბატონო. თქვენთვის აზროვნების აკადემია რომ იყოს რაიმე სიმბოლოსთან დაკავშირებული. აი რისი სიმბოლოა უკვე? აი რა არის ის ერთი სიმბოლო, რომელიც ასოცირდება აზროვნების აკადემიასთან? მე ერთი სიტყვით რო თქვა, ეს სიტყვა იქნება სრულყოფილება. იმიტომ რომ როდესაც მახსენდება აზროვნების აკადემია, აქ ყველაფერი მახსენდება სრულყოფილებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როდესაც შენ აქ მოდიხარ, სრულყოფილება არის, იმიტომ რომ ყველა თემაზე არის საუბარი, რაც ცხოვრებაში გამოგადგება და ამავდროულად შენ რაც გჭირდება და რაც გინდა. ამ ხელა სიტყვას გულწრფელად რო გითხრა, არ ველოდი, იმიტომ რომ ძალიან ესეთი სიმძიმე ვიგრძენი მხრებში, რომ ამ ხელა სიტყვის მატარებელი შეიძლება იყოს. ნინი იგივე კითხვით გადმოვალ თქვენთან. ჩემთვის იქნებოდა ალბათ ოდისეა, იმიტომ რომ იმდენად საკუთარი თავის შეცნობასთან არის ჩემთვის ეს სივრცე დაკავშირებული რაღაცნაირად თავგადასავალი და მოგზაურობა არის თითქოს საკუთარი თავისკენ, საკუთარი თავის უკეთესად გაცნობისკენ. ჩემთვის ალბათ იქნებოდა ენერგიის მუდმივობა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ესეთი პროცესი, სადაც პედაგოგი გასცემს ფსიქოლოგი ან ლიტერატურის პედაგოგი, ეს არის ძალიან დიდი ინტერაქცია და ხანდახან დამისავს კითხვა, რომ ნეტა რომლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა, ჩემთვის თუ მათთვის, ხო, იგივე მიიღეს ახლა ამ შეხვედრიდან, რაც მე მივიღე ნეტა, ეს კითხვა დამისავს საკუთარი თავისთვის. კარგით. თუ არის ისეთი კითხვა, რომელიც დაგრჩათ და ჯერ არ დაგისვამთ და გინდათ რომ რახან სრულყოფილებასთან დააკავშირეთ, აი არის კითხვა, რომელიც დამრჩა და ამ კითხვაზე არ მიმიღია პასუხი საკვირაო სკოლაში. ჩემთვის პირადად ესეთი კითხვა არ დარჩენილა, იმიტომ რომ რაიმე კითხვა რომ მქონდეს, ამ კითხვის დავს სულ შემიძლია ლიტერატურის და ფსიქოლოგიის შეხვედრებზეც და ამაზე
შემიძლია ორივე პედაგოგისგან მივიღო ძალიან სრულყოფილი და დამოკმაყოფილებელი პასუხი. ნინი იგივეს გითხავთ? ეხლა ვცდილობ რომ გავიხსენო, მაგრამ რეალურად იმდენად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დასაწყისში რაღაც მაინც ჯერ ბოლომდე გახსნი რომ არ ვიყავი, თითქოს მერიდებოდა შეკითხების დასმა, მაგრამ აი პროცესის ბოლოში უკვე მახსოვს რომ ძალიან თავისუფლად ვსვამდი ყველანაირ შეკითხვას, რაც კი მიჩნდებოდა, მაგიტო პასუხგაუცემელი მოსწავლების პერიოდიდან შეიძლება რაც კი დამრჩა, მე პროფესიულ ცხოვრებაში გავეცი იმას შეკითხვა, პასუხი ასე რომ ეხა ის არაფერი არ მახსენდება. ნინი, ვინაიდან მოგეცა შესაძლებლობა რომ ცოტათი გაცდენილიყავი საკვირაო სკოლას, იყავი ბანაკში და მინდა რომ გააზიარო ის გამოცდილება, რაც ბანაკში იყო და როგორი იყო ეს შენთვის ეს გამოცდილება? მე ბანაკების გამოცდილება მაქვს როგორც მოსწავლე, როცა ვიყავი ბევრჯერ დასული. მაშინ აზროვნების აკადემია ჯერ არ არსებობდა, თორემ აზროვნების აკადემიის ბანაკის გამოცდილებაც იქნებოდა. და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება, რომ რაღაცნაირად ჩემი ნაჭუჭიდან ასე ვთქვათ, გამოსულიყავი და ყოფილიყავი უფრო გახსნილი და გამოცდილებებისადმი ღია ადამიანი. და ჩემთვის ეს არის უპირველესად ბანაკი. ბანაკი არის სივრცე, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მოსინჯო ძალიან უსაფრთხო გარემოში. შეგიძლია სცადო, როგორ შეგიძლია სცენაზე გამოსვლა, არ ვიცი, სიმღერა, რაღაც პროექტის მოფიქრება, კრეატიულად ჩართვა, ურთიერთობებში შეგიძლია მოსინჯო შენი თავი, იმიტომ რომ იქ თანაცხოვრება გიწევს ძალიან ბევრ ადამიანთან, როგორ შეგიძლია გუნდური მუშაობა, როგორ შეგიძლია მარტო გავუმკლავდე, იმიტომ რომ მშობლის გარეშე ვარ ბანაკში გარკვეულ გამოწვევებს. ანუ ძალიან კარგად გაძლევს აი ამ ბევრი რაღაცის მოსინჯვის შესაძლებლობას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როგორც ლიდერი რო ვიყავი ამ პროცესში ჩართული და ასე ვთქვათ, რომ მე უნდა ყოფილიყავი ეს ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თითქოს მიმართულებას აძლევდა ან შემეძლო რომ ხარდაჭერა გამეწია ბავშვებისთვის ამ ძალიან განსაკუთრებულ პროცესში. კი ბატონო და რაც ალბათ კიდევ საინტერესო არის ეს პროცესი, როცა საკვირაო სკოლიდან ბანაკში მივდივართ, რაღაცა ღირებულებების ნაწილი, იგივე პროგრამის ნაწილი გადადის. აი ეს რო დაგვიკავშირო საკვირაო სკოლა და ბანაკი როგორ კონტაქტობს ერთმანეთთან. ჩვენი ყველაზე მთავარი ღირებულება რომ ბავშვი დგას პირველ ადგილას და მისი გრძნობები ემოციები არის გათვალისწინებული ყველა მომენტში და აღიარებული და რომ ჩვენ მას პატივს ვცემთ და ვუსმენთ და მის რიტმში მივყვებით, ასე ვთქვათ, მის რიტმს მივყვებით, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბანაკშიც არის გათვალისწინებული და ანუ ეს არის ის, რასაც ვეყრდნობით რეალურად მთელი ბანაკის განმავლობაში. და ეხლა ერთი ბავშვის ფრაზა გამახსენდა, რომ მე არ მეგონა, რომ ერთ დღეს შეეძლო ამდენი რამის დატევა, იმიტომ რომ აი რაც აღწერე, ხო, რომ შესავალი ნაწილიდან ფინალამდე რამდენი რამე შეიძლება მოხდეს ერთ დღეში, აი ამ დრომდე არ მეგონა, რომ ამის შესაძლებლობა იყო და საკვირაო სკოლის ის პუნქტი, ვთქვათ, ლიტერატურის და ფსიქოლოგიის ნაწილიც გადადის და ჩვენი ბავშვები ძალიან ხშირად არიან ჩვენი სტუმრები ბანაკშიც და ეს ძალიან სასიამოვნოა, უფრო უსაფრთხო მშვიდ და მათთვის სანდო გარემოს ქმნის და ძალიან მეამაყება ის ნაწილიც, რომ ბავშვები მრავალჯერ გვირჩევენ ჩვენ. რა არის ის კითხვა, რომელსაც ბავშვები ერიდებიან ხოლმე დასაწყისში, რომ დასვან, გიორგი? თუ არის ესეთი კითხვა, რომელსაც აი ან თავად გახსენდება, რომ აი დასაწყისში ამაზე ვერ ვსაუბრობდი ამ კითხვას, ვერ ვსვამდი, მინდოდა ამაზე პასუხის მიღება. თუ არის ესეთი კითხვა და საერთოდ რა კითხვებს გასცა შენთვის საკვირაო სკოლამ პასუხი? მე როდესაც შემოვედი, რა თქმა უნდა, ჯერ მაინტერესებდა რა ხდებოდა შეხვედრებზე, მაგრამ მე რა კითხვას გამიჩნდა, კითხვას თვითონ შეხვედრებმა თანდათან გასაპასუხო უკვე რამდენიმე გაკვეთილში. და როდესაც ბავშვი შემოდის და რაიმე კითხვის დასმა შეუძლია და ეს კითხვა უნდა დასვას, ჩემი აზრით ეს კითხვა უნდა იყოს, რისი მიღება შემიძლია მე ამ საკვირაო სკოლიდან. ან თუნდაც ან რას ვაკეთებთ ფსიქოლოგიის ან ლიტერატურის გაკვეთილებზე. ამ ორივეზე შეიძლება პასუხის გაცემა დაახსნა თუ რას მიიღებს ეს ლიტერატურის ან ფსიქოლოგიის შეხვედრებიდან და ამავდროულად რა ხდება და რა ტიპის აქტივობები არის ამ შეხვედრებზე.
მადლობა. ნინი, თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ბავშვმა დატოვა საკვირაო სკოლა, ხო, რაღაცა ესე ძალიან საინტერესოა, მაგრამ ხდება, ხო, აღქმა არის სუბიექტური დამოკიდებულებაც. ეხლა გიორგიმ გააზიარა, რომ მანამდეც უყვარდა კითხვა, მოდიან ბავშვები, რომლებისთვისაც წიგნი პირველი გამოცდილებაა, ხო? აი, რა შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც მოსწავლე აღარ აგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას და თანამშრომლობას? მე შეგვიძლია რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან რა გამოცდილებით, გამოცდასთან დაკავშირებით ვისაუბრო. ხშირად ხდება უბრალოდ ის საკითხი, რომ რაღაც კონკრეტული ბიზნესთვის მოდიოდნენ, მაგალითად ეს მიზანი შეიძლება იყოს ადაპტაციის სირთულე, მაგრამ როდესაც შემდეგ და ბაღში შესვლის წინ რაღაც მზაობა და შემდეგ როდესაც მშობელი ხედავს რომ ბავშვს აქვს უკვე მზაობა, ტოვებენ საკვირაო სკოლას და გადადიან შემდეგ უკვე საბავშვო ბაღში. და ამ შემთხვევაში მიზნის მიღწევა მოხდა. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხანდახან შემთხვევები, რომ აი ბავშვი მოდის პირველ დღეს და ვერ ახერხებს ადაპტაციას, მას აქვს მაღალი შფოთვა, მეორე დღეს მოდის და მეორე დღესაც აქვს გარკვეული შფოთვა და შემდეგ მშობელი უკვე ფიქრობს, რომ აი ესე იგი ამ გარემოში არ გამოდის და შეგვიძლია რომ დავნებდეთ და უნდა და მიყავთ ბავშვი შემდეგ და აღარ აგრძელებენ. ეს მომენტი არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე მეტად ისეთი, რომელიც რაღაცნაირად გულს მტკენს, იმიტომ რომ ყველა ბავშვისთვის ეს არის ინდივიდუალური, როგორ გამომუშავებს ის მზაობის პროცესს. ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, გამოცდილებებით, მაგრამ ასევე ტემპერამენტითაც, ყველას დრო სჭირდება სხვადასხვა დრო და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ მოთმინებით, დაგურობით, ვაცადოთ მანდ, მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ გაიცნონ, ენდონ ამ გარემოს, შეიგრძნონ, რომ ეს გარემო უსაფრთხო არის და ეს აჭირებს მოთმინებას და დროს. ასე რომ აი ამას ვისურვებდი, რომ უფრო მეტ დროს აძლევდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა, მოზარდების და სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვების პროცესი მთლიანად განსხვავდება. თუ მოზარდებთან 3-4 აქტივობა არის დაგეგმილი, სკოლამდელი აღზრდის ბავშვებთან უფრო ინტენსიურია გამომდინარე მათი რესურსებიდან, ხო? თუ შეიძლება რომ აგვიღწერო ერთი საგაკვეთილო პროცესი როგორია, რა აქტივობებისგან შედგება? კი ბატონო, ჩვენ მუშაობთ ორ ასაკობრივ ჯგუფთან, უმეტესწილად 13-4 წლის ასაკის ბავშვებთან და 5-6 წლის ასაკის ბავშვებთან. 5-6-ობთან ძირითადად უფრო სასკოლო მზაობის მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი. მე ვინცნობ, რომ ჩემი საკვეთილო პროცესი იყოს პროგნოზირებადი, ასე ვთქვათ, ამიტომ შესავალი, როდესაც ვიწყებთ გაკვეთილს, არის ამბების გაზიარება ჩვენ შემთხვევაში, უფრო შეზღუდული დროით. ამას ეთმობა დაახლოებით პირველი 20-25 წუთი, რომ მათ გააზიარონ თავიანთი ამბები, რაც იქვე გაახსენდება, შეიძლება ამის წინათ მახსოვს ერთ ჯგუფში ერთი ბავშვი მიზიარებდა, რომ დიდი ტელევიზორი ვნახეო, კინოში იყო წასული. გზით გამოხატა და ძალიან აღტაცებული იყო ამ ფაქტით. და მოკლედ ამ ამბების გაზიარებით და ემოციების გაზიარებით მათ შეიძლება რაღაც პრობლემა წამოჭრან, რომ მაგალითად მე ვიჩხუბე, მე გაუბრაზდი, მე გამიხარდა ყველანაირი მთელი ემოციების სპექტრი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აქ დასწავლა ხდება, რომ ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება და რომ ეს ნორმაა, ნორმირება. კი ბატონო, ნამდვილად. შემდეგ გადავდივართ ხოლმე უფრო მეტად აქტიური ტიპის რაღაც ისეთ აქტივობაზე, უნდა იმოძრაონ უფრო მეტი, მაგრამ თანამედროვეულად ძირითადად ძალიან იქცევა ხოლმე ყურადღება იმპულსის კონტროლს, ანუ ეს თამაშიც კი ემსახურება იმ მიზანს განტვირთვის გარდა, რომ რაღაც დავისწავლოთ, იმპულსის კონტროლი გქონდეს, მაგალითად მუსიკა არის ჩართული და როცა ეთიშება მაშინ უნდა გავჩერდეთ, ან რაღაც გადართვა უნდა გავაკეთოთ სხვა აქტივობებზე, თამაშები სხვადასხვა ტიპის არის, მაგრამ ამავდროულად ეს არის განტვირთვა. შემდეგი ტიპის აქტივობა არის უფრო მეტად, რომელიც მოსმენას უკავშირდება და აქ დისკუსიის პროცესიც გვაქვს, მე ძალიან მიყვარს ხოლმე წიგნების საბავშვო ლიტერატურის გამოყენება ამ პროცესში და რაღაც წიგნს ერთად ვკითხულობთ, ვისმენთ, ჩერდებით შუა პროცესში და დამასუსტებელ შეკითხვებს ვამბობთ, რომ შინაარსი უფრო მეტად გავიაზროთ. ხშირი შეკითხვა არის, რა ემოცია იქნებოდა ამ პერსონაჟს, მაგალითად, თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ პერსონაჟის მაგივრად, ეს კონკრეტული პრობლემა თქვენი აზრით როგორ შეიძლება გადაჭრას ამ პერსონაჟმა და ამის შესახებ დისკუსია და მათი მოსაზრებების მოსმენა. შემდეგი ნაწილი უფრო მეტად არის ნატიფი მოტორული აქტივობა, რომელიც ხშირად დაკავშირებული არის ხოლმე წიგნის შინაარსთან და ან ჩვენი შეხვედრის მთავარ თემასთან. და უკვე ბოლო პროცესში თუ დრო რჩება ხოლმე, უკვე ბევრი აქტივობა ჩამოთვალა. თუ დრო რჩება ხოლმე, ეს არის თავისუფალი თამაში.
როდესაც ისინი ან ეს შეიძლება იყოს ჯგუფური თამაში, ან შეიძლება ინდივიდუალური თამაში იყოს, მაგრამ ერთმანეთთან ინტერაქცია და კომუნიკაცია მაინც აქვთ. და მეც ესე ჩართული ვარ, აბა ეხლა რას ვაკეთებთ? ეს თუ არის პლასტელინით თამაში პირობითად, რომ ყველამ სათითაოდ წარადგინოს და ისაუბროს იმაზე, რომ მე ახლა ლოკოკინას ვძერწავ, მე ახლა ხაჭაპურს ვაკეთებ, ლობიას ვღავ, მოკეთ რაც არ უნდა იყოს ეს. და ასევე ხშირად ჩემი საყვარელი თავისუფალი თამაშის ტიპი არის როლური თამაში, ფიგურებით ან ცხოველებით და კუბიკებით, როცა მათ სახლები უნდა აუშენონ, ერთმანეთთან ყველაზე მეტად ინტერაქციაში მაშინ შედიან და ვლინდებიან ყველაზე მეტად ზუსტად და ყველაზე კრეატიულიც გამოდის ხოლმე ზოგადად ესეთი ტიპის თამაში. და გარდა იმისა, რომ ამ მრავალფეროვან თამაშებს ზუსტად ის მოტივი აქვს, რომ მათი რესურსები გავითვალისწინოთ, ხო? კიდევ არის, რომ ყველა სხვადასხვანაირად ვლინდება სხვადასხვა აქტივობაში. ვიღაცამ თუ მოახერხა ზღაპრის კარგი ფორმით, ანუ თავისი რესურსები უფრო მეტად გამოავლინა იქ დასრულება, ვიღაცამ აი ეს თამაშებში უფრო მეტად გამოავლინა თავი და იქ რომ გამოავლინა თავი, იქ მოხდა მისი უფრო მეტად თვითახკმა. გარდა ამისა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია მარცხთან გამკლავება. მე მახსენდება ის საწყის ეტაპზე, როდესაც ამ ტიპის თამაშებში, სადაც აი წეგენ რო ახსენე მუსიკას ვაჩერებთ და სადღაც ვიღაცა უნდა გაეთიშოს თამაშს, იქ რამხელა აგრესიული ქცევის ან პასიური ქცევის გამოვლინებას ხედავთ, რომ მე არ მივიღებ ამ თამაში მონაწილეობას, იმიტომ რომ მისთვის მარცხი მიუღებელია, ხო? კი. კეთილი. ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, რა არის, რასაც იმ მოსწავლეს, რომელსაც შეიძლება ცოტათი შფოთვა აქვს და არ იცის სად მიდის, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანია მისთვის, რა არის საკვირაო სკოლა და არაფორმალური განათლება. რას ურჩევდი? მე არჩევაზე მეტად მას აუხსნიდი თუ რაოდენ კარგი არის ეს შეხვედრები და სანამ ვეტყოდი ისი მიღება შეუძლია, ჯერ აუხსნიდი თუ რა ხდება შეხვედრებზე. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი შიში, იმიტომ რომ არ იციან რა ხდება თვითონ შეხვედრებზე. მე აუხსნიდი მას თუ რა ხდება შეხვედრებზე. ასევე ვეტყოდი მაგალითად რა აქტივობებს ვაკეთებთ ან რა ეტაპებად არის დაყოფილი შეხვედრა. და ამის შემდეგ მას შეიძლება თვითონ გავჩენო და კითხვა თუ ისი მიღება შეუძლია, ან მას რა კითხვა გაუჩნდება და ამის შემდეგ გავცემდი ყველაფერზე პასუხს და ურჩევდი რომ მიიღო გამოცდილება, რომელიც არის ძალიან კარგი აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლაში. და რა ხდება ნინი საკვირაო სკოლაში? საკვირაო სკოლაში გვეძლევა შესაძლებლობა, რომ უკეთესად გავიცნოთ ჩვენი თავი, გამოვხატოთ ჩვენი თავი, შევიძინოთ მეგობრები, გავიცნოთ ახალი და საინტერესო ადამიანები და შევიძინოთ ახალი გამოცდილებები. აი ამ რესურსზე თითქოს მეორე ხარისხოვანი და ფონში გადასული რესურსია და მე სულ მახსენდება ერთი გოგონა, რომელიც კვირიდან კვირამდე გვიზიარებდა, როგორი უკმაყოფილო იყო თავისი სასკოლო გარემოსი და ამბობდა, რომ რაღაცნაირად მისი ფიზიკური მონაცემების გამო ხშირად მეტსახელებს ეძახდნენ, არ მეგობრობდნენ, არ უსმენდნენ და საბოლოო ჯამში ამას ესე წარმოადგენდა, რომ მე არ მყავს მეგობრები და ერთხელაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთი ბიჭუნა ძალიან გაბრაზდა და წამოხტა, რომ ეხლა ეს მეწყინა შენგან, იმიტომ რომ აბა ჩვენ ვინ ვართ აქ, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვებისთვის უდიდესი რესურსია, აბა ჩვენ ვინ ვართ აქ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ დღევანდელი შეხვედრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა მაყურებელმა უკეთესად დაინახა, რა ხდება აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლაში და თუ კი ფიქრობენ, რომ ეს რესურსი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ჩემი გამოტოვებული შესაძლებლობები, ველოდები ყველას. მადლობა გიორგი, მადლობა ნინი. მადლობა შესაძლებლობისთვის. მადლობა. მადლობა.